სადიპლომო ნაშრომების მომზადებისთვის განკუთვნილი არხი, რომლის მიზანი არის მაგისტრანტების და დოქტორანტების აკადემიური დახმარება სადიპლომო ნაშრომების მომზადების პროცესში და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის წინა თემის გაგრძელება ლიტერატურის მიმოხილვა. მე ვისაუბრე წინა ვიდეოში იმის შესახებ, როგორ უნდა შეამციროთ პლაგიატის პროცენტი ლიტერატურის მიმოხილვაში, შესაძლო პროცენტი, შეამციროთ მისი ალბათობა. ზოგადად რო იცოდეთ პლაგიატის სრულად თავიდან აცილება თქვენ არ გესაჭიროებათ. თავარია რომ თქვენი ნაშრომი იყოს პლაგიატის დასაშვები პროცენტის ფარგლებში, დაახლოებით პლაგიატის დასაშვები პროცენტი მერყეობს 18%-ის ფარგლებში. 18% ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული ხვედრითი წილი, რომელიც დასაშვებად ითვლება სადიპლომო ნაშრომში. 18%-ზე ზევით თუ პლაგიატი დაგიფიქსირდათ, ეს უკვე ცუდი შედეგია, ცუდ შედეგად ითვლება. თუ ეს რეალური პლაგიატია, მე არ გულისხმობ ფორმალურად დაფიქსირებულ პლაგიატს. მაშინ სადამე, როგორ შეამციროთ ლიტერატურის მიმოხილვაში პლაგიატის პროცენტი გარდა უცხოენოვანი წყაროების გამოყენებისა, რომელსაც თქვენ ქართულ ენაზე თარგმნით და აკეთებთ მის პერეფრაზს. გააკეთეთ ქართული წყაროების პერეფრაზირებაც. არ წეროთ სიტყვასიტყვით, წაიკითხეთ ტექსტი, ერთი აბზაცი და მისი შინაარსი გადმოეცით საკუთარი სიტყვებით. იგივე დატოვეთ აზრი, უბრალოდ თხრობით ფორმაში გადმოეცით ის აზრი, რაც კონკრეტულ წყაროში არის მოცემული, ეს არის პერეფრაზირება. არ შეუნაცვლოთ წინადადებებს სიტყვები და ჩათვლით, რომ ეს საკმარისი არის პერეფრაზირებისთვის. პერეფრაზირება ნიშნავს იგივე შინაარსის გადმოცემას სხვა სიტყვებით, თქვენი სიტყვებით და თითოეული აბზაცის ბოლოს, რა თქმა უნდა, მიუთითეთ სქოლიო. თუ თქვენ მოცემული გაქვთ სტატისტიკა და სტატისტიკა გახადეთ ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ კვლევის ნაწილში წაგეღოთ, არის ესეთი სტატისტიკის წყაროებიც. მაგალითად, კვლევიდან ამოიღეთ რაღაცა სტატისტიკა, კვლევაზე საუბრობდით და ეს კვლევის სტატისტიკა გადმოიტანეთ, იმსჯელეთ ამ სტატისტიკის შესახებ. მაგალითად, დიაგრამაზე არის მოცემული რაღაცა მონაცემები ან ცხრილში და რა სურათს ქმნის ეს სტატისტიკური მონაცემები, რაოდენობრივი მონაცემები. იმსჯელეთ ამის შესახებ, რა განსხვავებებია, რა მსგავსებებია სხვადასხვა წლების სტატისტიკას შორის თქვენი სიტყვებით. ეს შეამცირებს, რა თქმა უნდა, პლაგიატის პროცენტს, იმიტომ რომ იქ სადაც თქვენ ავითარებთ თქვენ საკუთარ მსჯელობას ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში, რა თქმა უნდა, პლაგიატი ვერ დაფიქსირდება. მოახდინეთ ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში არგუმენტების და კონტრარგუმენტების შეპირისპირება, მაგალითად, თუ ერთი ქვეთავი ეთმობა რაღაცა გარკვეულ საკითხს და თქვენ რამდენიმე არგუმენტი შეგხვდათ რაღაც საკითხის თაობაზე, მოახდინეთ ამ არგუმენტების შეპირისპირება, რას ეფუძნება ეს არგუმენტები, ან კონკრეტული ვარაუდები და მსჯელობები, თქვენ რომელს ემხრობით და რატომ ემხრობით. განავითარეთ მსჯელობები ლიტერატურის მიმოხილვაში. ესე იგი, პირველი პერეფრაზირება, მეორე უცხოენოვანი წყაროების გამოყენება, ძირითადად ინგლისური წყაროები გამოიყენება, სქოლიოს დაცვა, რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი, ასე ვთქვათ, და თქვენი საკუთარი მსჯელობები იმის თაობაზე, თუ რა გიჩვენათ კონკრეტული წყაროების შესწავლა. გაითვალისწინეთ, რომ ლიტერატურის მიმოხილვა დაყოფილი არის თავებად და ქვეთავებად. სასურველია, რომ ლიტერატურის მიმოხილვაში თავების რაოდენობა არ აღემატებოდეს 4-ს და თუ თქვათ 4-ზე მეტია, მაშინ ალბათ სავარაუდოდ ლიტერატურის მიმოხილვა ძალიან დიდი იქნება. სასურველი პროცენტი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის, რომ იყოს ლიტერატურის მიმოხილვა საერთო ნაშრომის მოცულობის 30%-ის ფარგლებში, 30, მაქსიმუმ 35%. თავები დაასათაურეთ ისევე როგორც ქვეთავები. ზოგადად თავების ნუმერაცია ხდება რომაული ციფრებით, ხოლო ქვეთავებისა ხდება არაბული ციფრებით. თავების შრიფტის ზომა უფრო ხშირად არის ხოლმე 14, ქვეთავებისა შეიძლება იყოს 13-14, უფრო 13 ვიდრე 14. უფრო 13 ვიდრე 12, ესე იგი ქვეთავების სათაურები უნდა იყოს უფრო პატარა ვიდრე თავების, ეს გაითვალისწინეთ.
თითოეული თავის და თითოეული ქვეთავის ნუმერაცია მოახდინეთ და მიეცით თავებს სათაური. ისევე როგორც ქვეთავებს. ესე იგი, კიდევ რა მინდოდა მეთქვა. ერთი ძალიან სასარგებლო რჩევა ლიტერატურის მიმოხილვის თაობაზე. ლიტერატურის მიმოხილვა, რასაც ძალიან ბევრი თითქმის არავინ სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელებიდან არ ეუნება სტუდენტებს, ის არის ის, რომ ლიტერატურის მიმოხილვა თქვენ უნდა შეკრათ, მოახდინოთ, ასე ვთქვათ, მისი კონსოლიდაცია, რანაირად. პირველ რიგში, სანამ უშუალოდ დაიწყეთ ლიტერატურის მიმოხილვას, მას გაუკეთეთ მიმოხილვითი აბზაცი, რომ პირველი თავი არის ამის შესახებ, მეორე ამის შესახებ, პირველი თავის ვთქვათ, პირველი ქვეთავი ეთმობა ამ საკითხს, ან მოკლე მიმოხილვა, სანამ უშუალოდ გადახვალთ ლიტერატურის მიმოხილვაზე. დაახლოებით ერთი გვერდი და მე უკვე შეგიძლიათ რომ უშუალოდ ლიტერატურის მიმოხილვაზე გადახვიდეთ. და ასე ვთქვათ, პატარა შემაჯამებელი აბზაცით გაუკეთეთ, როცა დაასრულებთ ლიტერატურის მიმოხილვას, გაუკეთეთ შემაჯამებელი აბზაცი და იქ თქვით, რომ აი ვთქვათ, ლიტერატურის მიმოხილვის, ჩატარებული ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე გამოვლინდა ესა და ეს შედეგები, წყაროებმა გვიჩვენა, რომ ესა და ეს ვარაუდის საფუძველი არსებობს და ეს მიგნებები არის კვლევის საგნის შესახებ არსებული წყაროების შესწავლის შედეგად. დასკვნითია პატარა დასკვნა ცალკე არ დააწეროთ ამას, ეს შემაჯამებელი აბზაცი გააკეთეთ და ეს შეკრავს თქვენი ლიტერატურის მიმოხილვას. საწყისი აბზაცი ლიტერატურის მიმოხილვის მიმოხილვითი აბზაცი რომ შეგიძლიათ უკვე მოარგოთ დასრულებულ ლიტერატურის მიმოხილვას, ჯერ დაწერეთ ლიტერატურის მიმოხილვას სრულად, მერე გაუკეთეთ შემაჯამებელი აბზაცი და უკვე სუსუ ბოლოს, როცა უკვე მთლიანი სტრუქტურა იცით და დაწერილი გაქვთ ეს ლიტერატურის მიმოხილვა, გაუკეთეთ პირველი მიმოხილვითი აბზაცი, რომელიც ლიტერატურის მიმოხილვის პირველი თავის პირველ ქვეთავს უნდა უსწრებდეს წინ. ხო? და იქ აღწერეთ, რომ აი წინამდებარე ლიტერატურის მიმოხილვა შეეხება კვლევის საგნის სხვადასხვა ასპექტებს. პირველი თავი იქნება ამის შესახებ, მეორე თავი ამის შესახებ, მესამე თავი ამის შესახებ. ესე შეკრავთ ლიტერატურის მიმოხილვას. გაითვალისწინეთ ეს რჩევა, ეს არის ისეთი რამ, რასაც თითქმის არც ერთი კვლევის ხელმძღვანელი არ ეუბნება ხოლმე სტუდენტებს და სტუდენტები პირდაპირ იწყებენ ლიტერატურის მიმოხილვას და ეს მაინც და მაინც ასე ვთქვათ ეფექტურად ეს ლიტერატურის მიმოხილვა არ გამოიყურება და რაც თავარია არ არის გასაგები ესეთი ტიპის ლიტერატურის მიმოხილვა. მკითხველისთვის, რა თქმა უნდა. პრინციპში დღეისათვის სულ ეს იყო, სამომავლოდ უკვე შემოგთავაზებთ პერიფრაზირების პატარა ექსპერიმენტს, რა არის რეალური პერიფრაზირება, როგორ უნდა გააკეთო პერიფრაზირება და ასე შემდეგ. და რა ვიცი, ხა ლიტერატურის მიმოხილვის შესახებ საუბარი პრინციპში დავასრულეთ, შემდგომშიც დაუბრუნდები ამ საკითხს, მაგრამ ძირითადად ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ამ საკითხის თაობაზე. გამოიწერეთ არხი, შემდგომშიც დავდეთ ვიდეოებს სადიპლომო ნაშრომის მომზადების სხვადასხვა ასპექტების შესახებ. იმედია, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგი იყო და გისურვებთ წარმატებებს.